Am წუთებში მოვიდნენ აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი მარშით გამოემართნენ ფილარმონიიდან და შემდეგ თავისუფლების მოედანზე გაემართნენ, ხოლო ახლა დაბრუნდნენ და როგორც ხედავთ, ცის გადაკეტვის საშუალებას აღარ აძლევენ პოლიციის წარმომადგენლები, მოქალაქეები მათ ესაუბრებიან, თუმცა მაინც არ აძლევენ გზის გადაკეტვის საშუალებას და ეუბნებიან, რომ უნდა დატოვონ გზის სავალი ნაწილი და გაათავისუფლონ ეს მონაკვეთი. Აი ხედავთ ახლა რომ გადაყავთ აქციის მონაწილეები ტროტუარზე. ახლა გადადიან აქციის მონაწილეები გზის სავალი. ხო, ფაქტია, დეა რასაც. აი როგორც ხედავთ უკაცრავად აგრესიული აქციის მონაწილეების მიმართ. რატომ არ უკაცრავად? იქნებ გვიპასუხოთ. რატომ არ აძლევთ საშუალებას? არის საკმარისი რაოდენობა გადასაკეთად. თქვენ გადაწყვეტეთ რომ საკმარისი რაოდენობა არა, მეუბნებით რომ საკმარისი რაოდენობა არ თქვენ გადაწყვეტეთ. თქვენ არა, მე არ გადამწყვეტ. მაშინ ვაკეთებ ისეთ კომენტარს რომ გადაწყვეტილებებს შეგიძლიათ. მე ადამიანია საკმაოდ თუმცა თან აგრესიულად აგრესიულები არა ვართ, მოგიწოდებთ რომ თქვენს გადაბრძანდეთ მათ შორის. თქვენივე უსაფრთხოებისთვის. კი ბატონო. თქვენც ესე მუშაობთ. Ну, მოკლედ, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი შემადგენლობა პოლიციისა რუსთაველის გამზირზე დახვდა აქციის მონაწილეებს. კადრში ხედავთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებიც არიან იქ. როგორც ხედავთ, აი პირდაპირ ეთერში ხედავთ. უკაცრავად, დისტანცია რო დაიცვათ, შეიძლება. მოვლენების შესაბამისად ჩვენს მუშაობთ ისევე როგორც თქვენ. აი ხედავთ ახლა რომ ჯაჭვს კრავენ იმისთვის რომ მონაწილეები აი გოგა მემანიშვილს ხედავთ ასევე ბატონ კოტე ხიდირბეგიშვილს ახლა დაწინაურებულს ბატონო კოტე რატომ არიან ასეთი აგრესიულები პოლიციელები? არავინ არ არის აგრესიული. რატომ არ აძლევთ საშუალებას ცის გადაკეტვის? არ მესმის სასწაულებით, გადაბრძანეთ რა გზის. ცის გადაკეტვის საშუალებას რატომ არ აძლევთ აქციის მონაწილეებს? რაოდენობა საკმარისი. არ არის საკმარისი. გესმით თქვენ კოტე ხიდირბეგიშვილს უსმენდით. აი ესაუბრებიან ახლა აქციის მონაწილეები შეგვიძლია ხო, როგორც ჩანს, პოლიციამ ასე ვთქვათ, ერთგვარი ჯაჭვის შეკრა რუსთაველის გამზირზე და აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამოუყდნენ ფილარმონიიდან გამზირს, ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ უნდა თუ შეგვიძლია ტროტუარზე და საერთოდ მე როგორც ერთი ადამიანი მას შემდეგ განსაკუთრებით რაც ირაკლი ყობახიძე პირდაპირ პუტინის ქვეშ დაწვა და ეს გვაჩვენა თავის თვალით, მათი შემოღებული მანამდე სულელური კანონები უნდა დაირღვეს ჩემი აზრით. მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაირღვეს ეს კანონები. კრიმინალიზება ხდება და აქ დგომა ახლა შესაძლოა ჩაითვალოს რომ დანაშაული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ისეთი კანონები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაირღვეს. მეტი არაფერი. მადლობა, დიდი თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ოპერატორს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ პოლიციის შემადგენლობა თუ რამდენი არიან ისინი კრავენ ჯაჭვს იმისთვის რომ აქციის მონაწილეები არ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და მათ დაატოვებინეს ეს სავალი ნაწილი. თემო აქეთ გადავინაცვლოთ თუ შეიძლება აქციის მონაწილეების გამოგონილი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონით ახლა მოქალაქეებს ტროტუარზე დგომაც ეკრძალებათ. უნდა ვადევნოთ თვალი მოვლენები როგორ განვითარდება. საკმაოდ ბევრია პოლიციაც, როგორც ხედავთ, ადგილზე. ახლა თუ არ ვცდებიდია, გადადის ხო პოლიცია ისევ რუსთაველის გამზირის იქეთ ამ მხარეს. როგორ? ამერიკული მანქანები. ეს მოძალადეა ეს პოლიცია. თქვენ მოძალადე ხართ, ბევრჯერ შემიმჩნევი ხარ. და მე საჩივარს თქვენზე ეს არის დავით მამაგეიშვილი, რომელიც განსაკუთრებული მონაწილეების მიმართ განსაკუთრებაში და რამდენადაც ვიცი, არის საჩივარია მასზე შესული. გვეუბნება რომ ტროტუარზე დგომას არავინ უსმენს, თუმცა ნახავთ დავით მამაგეიშვილის გარდა სხვა პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებსაც ხედავთ რუსთაველის გამზირზე. სამწუხაროა, მინდა რომ ჩემი პოზიციას დავაფიქსირო ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აი შემადგენლობა
მნიშვნელობას, რომელიც რუსთაველის გამზირზე იკრიბება ხოლმე პოლიციელების, ალბათ დაავიწყდათ საერთოდ კრიმინალთან ბრძოლა და მხოლოდ ევალებათ მოქალაქეების შეურაცხყოფა, ჯიქურ მიწოლა და რასაც ახლა კადრში ხედავდით, ასე ვთქვათ, გადაწევა ტროტუარზე. მათი დაკავება, თრევა, მერე სასამართლოში წასვლა, ცრუ და ტყუილით სავსე ჩვენებების მიცემა და შემდეგ უკვე სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანა.